საშაურმე გავხსნათ, რესტორანი გავხსნათ, კოტეჯები ჩავდგათ. ძირითადად ასეთი უაზრო ფორმირებით აგზავნიან ბიზნეს იდეებს ბოლო ჩემი შემოთავაზების შემდეგ. არის რამდენიმე საინტერესო იდეაც, თუმცა უახლოეს მომავალში შევხვდები ამ ადამიანებს და შემდეგ გაგაცნობთ ამ ბიზნეს იდეებს თუ გადავწყვეთ მათში ინვესტირებას. რატომ გიყვებით ახლა ამას? ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში არ ჭირდება წლების დახარჯვა ბიზნეს შეთავაზების სწავლას. ცოდნა არის დღეს ყველაზე ხელმისაწვდომი რესურსი როგორც არასდროს. აიღეთ და ისწავლეთ, როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა, როგორ დავაინტერესოთ ინვესტორი ჩვენს ბიზნესში ინვესტიციის გასაკეთებლად. რა პარამეტრებია აუცილებელი ბიზნეს გეგმაში, როგორ გავხადოთ ბიზნეს გეგმის პრეზენტაცია უფრო მიმზიდველი და როგორ დავიწყოთ საუბარი პრეზენტაციისას. ეს წინადადებები ახლა აიღეთ, დააკოპირეთ, ჩაწერეთ Gemini-ში ან ChatGPT-ში, ისე ChatGPT-ს დეეჩემი ჩიჟიპიჟის ეძახის ხუმრობით და შეკლული ყავს ხელში. ხო და თქვენ შეიკალით ხელში ჩიჟიპიჟი და მე არ მიწერთ ინვესტორებს უაზრო წინადადებებს საშაურმეებზე და კოტეჯებზე. უფასოდ გეცოდინებათ კომუნიკაციის ფორმა, სწორი მოქმედების გეგმა და გაგიადვილდებათ კაპიტალის მოძიება. ცოდნა არის მთავარი ყველაფერში. ხო და ისწავლეთ, მადლობა ტექნოლოგიებს და ტექნოლოგიურ გენიოსებს ის დღეს არის უფასო. თქვენ კი ამ უფასო რესურსს არ იყენებთ და ვინც იყენებთ, თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. ცოდნას ალტერნატივა არ აქვს.